მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ისტორიის გაკვეთილი კვლავ ეთერშია, მე გახლავართ მისი ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი თამარ ბელქანია. ჩვენ უბრუნდებით საქართველოს ისტორიის იმ ფრაგმენტს, როდესაც 4 საუკუნის წინ საქართველოდან ირანში ფერედნელები გადაასახლეს. Ამ თემას ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა არა მარტო საქართველოში მცხოვრები ფერედნელებისგან. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ თემა გაგვეგრძელებინა და ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ ადამიანი, რომელიც წარმოშობით არც ირანიდან არის და ის არც ფერედნელია, თუმცა აღმოაჩინე, რომ ის ძალიან საპატივცემულო ადამიანია ფერედნელებს შორის. ეს გახლავთ ბატონი გიორგი ალავერდაშვილი, რომელიც პარალელურად არის ძალიან საინტერესო საიტის ფერედანი ჯის ხელმძღვანელი. მოგესალმებით ბატონო გიორგი, როდის და როგორ დაუკავშირდით ფერეიდანს და როდის გახდა ეს თემა თქვენთვის, მე მგონი ცხოვრებაში ყველაზე არსობლივი განსჯის, ფიქრის და მუშაობის თემა? საქმე იმაშია, რომ რამოდენიმე წლის წინ ერთ-ერთ გაზეთში ახალი აზრი დაიბეჭდა სტატია, რა უჭირთ ირანში მცხოვრებ ქართველებს. ეს გაზეთი ახლა აქ მაქვს მოტანილი. და აი ამ გაზეთიდან დაიწყო ყველაფერი. ეხლა აქ არის ბატონ ზურაბ კაპანაძესთან, ეს არის გაზსერვისის დირექტორი, ინტერვიუ თუ რა უჭირთ ირანში მცხოვრებ ქართველებს. აი ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ ეს არის 2005 წლის 7-13 ოქტომბერი. კი. და სხვათა შორის მე 2-3 კვირაში წავედი კიდე, წლის ბოლოს წავედი. ეს სტატია რომ ნახე, გამახსენდა ადრინდელი გურამ პატარაიას ფილმი შორია გურჯისტანამდე. აი ამ ფილმმა თავის დროზე ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, მარტო ჩემზე კი არა, საერთოდ ყველა ქართველებზე რა თქმა უნდა, აი ის რომ მახსენდება ის გოგონების სახეებით, თავსაფრებით, რაღაცა სევდა ჩაგუგებული თვალებით, რატომღაც ვიფიქრე, რომ მე თუ იქ ჩავიდოდი და იმ მიწაზე, სადაც შახაბაზმა 4000 წლის წინ ეს ჩვენი ქართველები, ჩვენი სისხლი და ხორცი გადაასახლა, ზოგი ტყვედ გაყიდა, ზოგი ცხვრებში გაცვალა და რაღაც ზოგი მონება, თუ ჩავიდოდი ჩემი ფეხით და იმ მიწაზე ფეხს დავადგავდი, რაღაცნაირად მორალურ ვალს მოვიხდიდი მათ წინაშე. აი ეს იყო ჩემი მიზანი. თორემ თქვენ ინჟინერი ხართ განათლებით, არც ისტორიკოსი, არც ენათმეცნიერი, მაგრამ ეს უბრალოდ ისიც აი ყოველთვის მე ეს მაწუხებდა. თანაც ახლა იცით რა არის, ახლა ერთ-ერთ ფერეიდნელ ქალბატონს უთქვია, რომ აქაური კრუხი რო წიწილებს დაკარგავს, დადის და ეძებსო და თქვენო ქართველებმაო ამდენი წლის წინო ქართველებით დაკარგეთო და ყურადღებას აღარ გვაქცევთო? აი ხომ ხდებით და აი ამიტომაც გადავწყვიტე წასვლა. სხვათა შორის არც გზა ვიცოდი, არც ნაცნობი მყავდა არავინ, არც ენა იცოდით. არც ენა, რა თქმა უნდა. და იცით რა არის, გია მატარაძის ერთი ძალიან საინტერესო ლექსი არის, რომელიც მიყვება, რომ იტყვიან ლაიტმოტივად ჩემს საიტს. აი ასეთი უნდა წაგიკითხოთ ეს ლექსი. წავალ, არ ვიცი სად, ვნახავ, არ ვიცი ვის, ვეტყვი, არ ვიცი რას, გავყვევი მარტო გზას, ხომ სადმე მივალ, ხომ დამხვდებიანი იქ, ხო და სულ ერთია, სად ვის რას, გავყვევი მარტო გზას. და წახვედით გურჯისტანამდე. აი ასეთი იმითი, სხვათა შორის ძალიან ნამდვილად მაშინ ვიზები იყო კიდევ. მივედი ირანის საელჩოში, ძალიან მარტივად გაკეთდა ვიზა და მეორე თუ მესამე დღეს უკვე, როცა უკვე ყველაფერი მზად მაქვს, ოჯახშიც არიციან ამის შესახებ სხვათა შორის, ვახშმობის დროს თქვი იცით, მე ხვალ ფერეიდანში მივდივარ. ეს იყო სანუცნაური გადაწყვეტილება. მე თვითონაც ჯერ არ მქონდა გათვითცნობიერებული, სად მივდიოდი. და რა უნდა გენახათ იქ? და რა უნდა მენახა, ან ვინ უნდა შემხვედროდა, ან რა უნდა, აი უბრალოდ მინდოდა წავსულიყავი და მართლაც აი ესე მითი წავედი. წავედი ბაქომდე მატარებლით თან მარტო. აი იცით რა, რომ დავბრუნდი, მერეღა ვიფიქრე, სად ვიყავი. იქამდე ამისი იმა ვერ გრძნობდი, ამ შის და აი ამ იმას სადამ წავიდოდი. რომ დავბრუნდი, ეს უკვე მერე გავათვითცნობიერე თუ სად ვიყავი. ჩავედი მე ესე იგი ბაქომდე მატარებლით, მე ტაქსით წავედი საზღვრისპირა ქალაქი, ეს არის ასტარა, გადავედი პრობლემის გარეშე, მოხვდი უკვე ირანის ტერიტორიაზე, იქაც ტაქსის მძღოლმა გამიყვანა ტრასაზე, იმიტომ რომ გამვლელი ავტობუსები უფრო იაფი არისო და აი ესე გამოიარა თეირანის ავტობუსმა და იმ ტაქსის მძღოლმა დამაბინავა
ავტობუსში და ასე აღმოჩნდი დილის 6 საათზე თეირანში. მე საწავიდე, მე ვიფიქრე რომ წავსულიყავი ისპაჰანში, იმიტომ რომ ისპაჰანში რომ ჩავიდეს ქართველი არ შეიძლება ისპაჰანის და რომ არ ჩავიდეს და რომ არ ნახოს ალავერდი ხან უნდილაძის ხიდი, ამ თემაზე მე კიდევ ცალკე ვისაუბრებ და ჩავედი ისპაჰანში და მინდა ახლა წასვლა მარტყოფში. და აღმოჩნდა რომ თურმე ეს მარტყოფი რომელსაც ფერეიდნელები ეძახიან ჩვენ ვეძახით და ფერეიდნელები და ესე იგი ის არის ირანის ტერიტორიაზე და ქვია ფერეიდუმ შაჰ ფერეიდანი საშახო მე ვკითხულობ მარტყოფს ამ დროს მას ქვია ოფიციალურად ფერეიდუმ შაჰრი ვერავინ ვერ მითხრა სად უნდა წავსულიყავი და როგორ წავსულიყავი ნუ მე ერთ-ერთი სასტუმროში შევედი სადაც ახლა ინგლისური იციან სასტუმროში ჩვეულებრივმა გამლელებმა ვერაფრით ვერ გავარკვიე. მე მირჩია ამ კაცმა რომ წავსულიყავი ფერეიდუმ შაჰში, მე ვიგიციო იქო ქართველები ცხოვრობენ და ისინი დაგაკვალიანებენო. ნუ მეტი გზა რა მქონდა, წავედი, იქაც სხვათა შორის ტაქსი წავედი, არ ვიცოდი ტრანსპორტი. აი იცით რა, ძალიან ისეთი იმითი წავედი ყველგან. წავედი ტაქსით და სხვათა შორის უკვე რომ 4 საათი ვიმგზავრეთ. უკვე რომ და შევსულიყავით ფერეიდანში მანქანა გაგვიფუჭდა ჩვენც და ნუ მე მივეხმარე ამ მძღოლს სხვათა შორის ის სპარსულად ლაპარაკობდა მხოლოდ მე ვიცოდი ქართული, ინგლისური, რუსული, ვერაფერი ვერ გავაგებია, მაგრამ რაღაცები მივეხმარე. და გვერდით სხვათა შორის ერთი მანქანა სხვაც იყო გაფუჭებული. ორი ახალგაზრდა ბიჭი აკეთებდა, ნუ რაღაცებს აკეთებდნენ იმ მაზუთიანი ხელებით და იმითი. და ეს ჩვენი ტაქსი, ჩემი ტაქსის მძღოლი დაელაპარაკა და კითხა, სად არის ფერეიდუმ შაჰრი, უпроსტად მარტყოფი. ამ ბიჭიმაც რაღაც უპასუხეს, მე მოტრიალდა ეს ჩემი ტაქსი მძღოლი და ესე მანიშნა ხელით. ესე იგი ჩვენ მარტო ხელებით ვლაპარაკობთ. ბუდილინგვა იყო თქვენი სასაუბრო ენა. ხოცა. ეხლა ის ბიჭი ფიციქავი არიან ახლოს და მე ვფთხარი რომ დიდი მადლობა თქვი ეხლა ვიცი რომ ინგლისური ვერ გაიგებდნენ და ეს სიტყვები რომ თქვი ქართულად დიდი მადლობა იმ წუთში მომგვარდნენ ეს ორივენი. თქვენ ეს სიტყვები საიდან იცით, ვინ ხართ, საიდან და ასე. მე ვფთხარი მე ვარ ქართველი, ჩამოვედი თბილისიდან, ჩავდივარ ფერეიდანში, უпроსტად მარტყოფში. მინდა ჩვენი ქართველების ნახვა, რომლებიც 400 წლის წინ შახ-აბასმა გადმოასახლა. პირდაპირ ტრასაზე. ესე იგი, ალბათ ვერ გადმოგცემთ რამხელა სიხარული იყო ეს მათთვის. ისინიც აღმოჩნდნენ ფერეიდნელი ქართველები, მათ მითხრეს რომ მარტყოფი ეს იგივე ფერეიდანია და რაღაც 4-5 კილომეტრი რა იყო დარჩენილი ფერეიდნამდე. მე ჩავედი რა თქმა უნდა, ეს იყო ჩემი პირველი შეხვედრა ფერეიდნელ ქართველებთან. ჩავედი მარტყოფში, ანუ ფერეიდანში. კი მქონდა მე ერთი მისამართი, ბატონმა ზურაბმა მომცა ერთი იმამყული ბათვანი, მისი ტელეფონის ნომერი და მისამართიც. მაგრამ სამწუხაროდ ეს პიროვნება არ დაგვიხვდა სახლში, მარტო მეუღლე იყო. ეხლა ვიცი რომ ირანი არის ცოტა სხვანაირი ქვეყანა, ჩაკეტილი და მე ვერ გავბედე რომ ნუ ტრადიციები აქვს ისეთი რომ ქართველება უცხო მამაკაცი არ მინდოდა რომ რაღაც შეშულა კი და ესე იგი ვაპირებ უკან გამობრუნებას ვერ გავბედე იმ ქალბატონს დავლაპარაკებოდი გამოვედი ის კიდევ კარგი ჯერ ტაქსი ისევე წასული არ არის ამოვიღე აი ეს გაზეთი სადაც იყო ეს სტატია და იქ არის სხვათა შორის კიდევ აი ეს ფოტო სადაც ირანელები და ქართველები ერთად არიან ასული ერთ-ერთ მწვერვალზე რომელსაც მე ფერეიდნელი ქართველი ეწოდა ეს გაზეთი მიჭირავს ვინაიდან მას მიწე აი ანახეთ აქ მიწერია იმ ტელეფონის ნომრები ვისთანაც მე მქონდა კონტაქტი ჯერ სიტყვერა სადამ ჩავიდოდი ვიფიქრე რომ დავნახავ ამ ტელეფონს და მე დავრეკავ თქო და ერთ-ერთმა გამლელმა ბიჭმა როგორც კი შეხედა ამ გაზეთს მოვიდა და ქართულად ჩვეულებრივ მეკითხება თქვენ ეს გაზეთი საიდან გაქვთ იცით ამ გაზეთში აი ამ ფოტოზე ჩემი ქვისლია იცით რა არის ახლა რომ არ ელოდები აი ესეთ სიტუაციაში აღმოჩნდი რომ გონია რომ სადღაც უცხო ქვეყანაში 2000 კილომეტრია ხო ამ დროს ვიღაც ჩვეულებრივ მგზავრი გეუბნება რომ აი აქ არის ჩემი ქვისლი იმ წუთშივე დაურეკა ეს აღმოჩნდა დავით რევაზიშვილი 2 წუთში მოვიდა ეს ბიჭი და დაველაპარაკე ჩვეულებრივ აი ჩვეულებრივი ტიპიური კახელი კაცი შავგრემანი ესეთი ულვაშებით ნუ ჩვეულებრივი ქართულად მოსაუბრე
და მითხრა რომ ნუ გავიცანთ რა თქმა უნდა ძალიან გაუხარდა და მეც გამიხარდა რომ რაღაც მოძებნე ან აი რაღაცა ხელმოსაჭიდი ხო და მითხრა რომ შენ მოდიხარ ჩემს ოჯახში ვითომ სასტუმროში ისეც ქართული ტრადიციები რა თქმა უნდა თან იცით რა არის ქალბატონო თამარ ისინი ლაპარაკობენ სხვანაირი აი ძველი ქართული ხო შენარჩუნებული აქვთ ეს ყოველგვარი შენაკადების გარეშე კი და სხვათა შორის ყველაფერი მესმის და ყველაფერს იგებდა ჩემგანაც მაგრამ მათ მეტყველებაში სპარსული ჟარგონი არის აი როგორც ჩვენთან რუსული იყო აი ასე იყოს იქ მაგრამ მაინც ყველაფერი კარგად გვესმოდა მე მეუთხარი ძმაო ასეთი მიმართით უკვე რამოდენიმე ის მითხარი რომ მე ოჯახში რო შემოვიდე არაფერი შემეშალოს მარტო ფეხზე გაიხადე დანარჩენი არაფერი პრობლემა არ არის ასეთი წესი აქვს იქ რომ ოჯახში რო შედიხარ ფეხზე უნდა გაიხადო თუმცა აი ამ მომენტში მე აუცილებლად მინდა რომ ჩაგერთოთ როგორც ჩანს როცა ადამიანი გადაწყვიტავს რომ საკუთარი ფესვების საძებნელად წავიდეს ყველაფერი ისე იწყობა რომ ყველაფერი დაგეგმილივით არის იმიტომ რომ ხა ტრასაზე რომ აღმოაჩენ ქართველს რომელიც 4 საუკუნის წინ წავიდა საქართველოსდან ირანში და შემდგომ ერთადერთი გაზეთი მიგაგვდა იმ გაზეთიდან ნათესავს იპოვით ფოტოზე ვინც არის გამოსახული ეს რაღაცა ძალიან მეჩვენება და ეს არ შეიძლება შემთხვევითი დამხვევა იყოს ხო შემთხვევითობას ნაკლებად ხო არ ვიცი აი განგების ნება არ გამწირა განგებამ და კი არ მიმატოვა და უკან დასაბრუნებელი არ გავხდი რომ ვიტყვიათ სახში რომ შევედით გაიხადეთ ფერზე რა თქმა უნდა აუცილებლად ეს ჩემთვის იყო ძალიან უცხო მაგრამ მეტი რა გზა შევედით ოჯახში კარებთან შემოგვეგება მისი მეუღლე ძალიან სიმპათიური ქალბატონი თაჰერე და უფროსი ქალიშვილი ანაიდა მე ორი გოგონა კიდევ ანა მითრა ორი გოგონა კიდე ესე იგი სამი გოგო ყავდა რა სულ მე ისინიც შემოგვიერთდნენ და ძალიან გახარებულები აი ვერაფრით აღწერთ მათ სიხარულს რაც იმათ ჩემი ნახვით და მე მათი ნახვით შევიგრძენი ისეთ რა არის სახში ციგნის თაროებზე ქართული ციგნები, ქართული ორნამენტები, ქართული სუვენირები, მეც კი მქონდა სხვათა შორის ვეფხისტყაოსანი, ქართულ ენაზე დაბეჭდილი ციგნები, რევაზ ინანიშვილი, წაღებული რა თქმა უნდა, კიდევ პატარა ბარიელიფები და ნუ ქართული რასაც ქვია და ძალიან გამიხარდა რომ ჩავიტანი ასეთი საჩუქრები მთელი დღე და ღამე რომ იტყვიან არ გავჩერებულ ვარ დღამი 3 საათია უკვე და ეხლა რევაზმა რომ გაიგო რომ მე ვარ სიღნაღიდან ქიზიყელი კი კახელი კაცი თან სიღნაღი ერთი წუთითო გიორგი და დარეკა სადღაც ეს აღმოჩნდა მე ბატონი საიდ მულიანი რომელიც უკვე საქართველოში ძალიან ცნობილი პიროვნებაა და რაღაცა 15 წუთში მოვიდა საიდიც ეს არის ღამის 3 საათი ჩავჭიქით მანქანაში სადღაც წავედით ვატყობ რომ ავდივარ სადღაცა მთაზე სიგნელე თან იცით რა არის ახლა მაშინ როცა ახალი ჩასული ხარ ახლა კი მეგობრის აი ჩემი ძმის ოჯახში ვიყავი მაგრამ მაინც ვფიქრობ სად მივდივარ კაცო სად მივყავარ ამ ხალხს ხო გულსენდობი თუ გზასენდობი თუ ამ ადამიანებს ენდობი მაინც რაღაცნაირად შიშმა ამიტანასავით მაგრამ ავედით ამ რაღაც მთის წვერზე და ჩამოვედით იქ და იქ რაღაც ნანგრევები რაღაცის და მეუბნება დავით გიორგი აი ეს არის სიღნაღის კედლები ესე იგი იმ ადგილსაც რქმევია სიღნაღი ესეც მე გავიგე რომ აი როდესაც აქედან მოხდა ხალხის მასობრივი გადასახლება იქინი ისინი დასახლდნენ თავიანთი აი ერთი სოფლის ხალხი ესე იგი იქ ცხოვრობდნენ სიღნაღიდან გადასახლებული ხალხი და სიღნაღის კედელი თავისი პატარა ესეთი როგორც ახლა სიღნაღი სხვა არის თანამედროვე ქალაქში გალავანში ჩასმული ხო ისიც მთის წვერზე ისიც რა ეთყობა თავისი იმიტაცია თუ ის გააკეთეს რა ბუნებრივი გარემო რო შეექმნა კი თავიანთვის მშობლიური და ბუნებრივი გარემო ეს იყო ჩემთვის აი მოულოდნელობა და მეულოდნელობა ეს იგი სულ იყო ერთმანეთზე აი ესეთი აწყობილი
აი ამ სიგნალის კედლების მეორე მხარეს მე კიდეც მაჩვენეს უკვე რომ გათენდა მეორე დღეს არის ასეთი მთა რომელსაც ციხე მთა ქვია მთა ციხე და სხვათაშორის ძალიან ისეთი სამწუხარო ისტორია მომიყვეს ამ ციხე მთის შესახებ მინდა აქაც ერთი-ორი სიტყვა ვთქვა მტრების შემოსევების დროს იცით რა არის აი ამ ციხე მთის თავზე მწვერვალი არის ვაკე ადგილი აქეთ-იქიდან სულ კლდეებით არის დაფარული მაგრამ მაღლა მთის წვერი არის ვაკე ადგილი წყაროებიც კი არის სხვადასხვა იმ მთაზე და სულ დაჩრდილული და მოფარებული არის ყველაფრისგან თვალში არ ჩანს და როდესაც იყო შემოსევები ეს ქართველი ქალები აი ფერეიდანის მოსახლეობა ქალები ბავშვები მოხუცები თურმე იმ ადგილზე იხიზნებოდნენ და იქ ემალებოდნენ მტრებს ნუ მამაკაცები ომობდნენ ქალები და ბავშვები იქ იმალებოდნენ ასე ვთქვა და ერთ-ერთი ქერიმ-ხანის შემოსევების დროს ერთ-ერთ მას გაუგია ამ ციხემთის ამბავი ერთადერთი ასასვლელი ბილიკი იყო სხვათაშორის იქ და აი ამ ბილიკზე ადის მტერი. ეს რომ გაიგეს იქ მყოფმა ქართველებმა არც ერთი ქალი არ დაფიქრებულა. ესე იგი მტერს ხელში რომ არ ჩავარდროდნენ ბაშიაჩუკიდან გამახსენდა ფრაგმენტი. კი, აი ასეთი ეს იყო ისეთი ხტებოდნენ პირდაპირ მთის წვერიდან. თანიც იცით რა არის ქალბატონო თამარ. ყველა ქალი თურმე ცდილობდა რომ ისე ჩამოვარდნილი იყო რომ ხელში ატატარებული ჩვილი გადაერჩინა და სხვათა შორის აი ზურგით ეცემოდნენ ეხლა იქ იყო ძალიან ბევრი ქართველები და ერთ-ერთი ხუციშვილი გვარი ხუციშვილი ჰაკვერდი თუ არ ვცდები 100 არის გადარჩენილი და მე ხუციშვილების გვარი აი იმ გადარჩენილი ბავშვის შთამომავლობა არის ვინც დღეს არის ძალიან კი რა თქმა უნდა და ისეთ არის აი დღესაც კი პოულობენ იქ მეცხვარეები ძივებს ღილებს საბრძოლო იარაღის ფრაგმენტებს ეს არის ძალიან საინტერესო იქნება ესეთი თქმულებები რომ ჩაიწეროს როგორც თქმულება საკითხავ ლიტერატურად რომ შემდგომში თაობებს აი ეს ისტორია შემორჩეს იმიტომ რომ მე ბევრი ისტორია არ მაქვს მოსმენილი გულწრფელად რო გითხრათ აი ფერეიდნელებზე ან სხვა კუთხის ადამიანებზე და ძალიან დამახასიათებელია ეს ერის როდესაც აი ასეთ ნაბიჯზე მიდის დედა რომ შეინარჩუნოს თავისი წესიერება და გადაარჩინოს შემდგომი თაობა, ხო? ძალიან გული სამაჩუყებელი ეს ყველაფერი. აი როგორ ვითარდება შემდგომ მოვლენები, იმიტომ რომ ეს ისტორიები მე ვატყობ რომ საკმაოდ ვრცელია. მე მაინტერესებს აი ეს უნიკალური კადრები, რომელიც მე მინდა რომ მაყურებელს ვაჩვენო, რომელიც თქვენ მოგვეცით. აი რა არის ასახული აი ამ კადრებზე, როდესაც ჩატარდა ეს რაღაცა ქართული დღეები. თუ არა და მე მიჭირავს ძალიან საინტერესო წიგნი ბატონი საიდმულიანის დედაენა, ხო? ძალიან საინტერესოა. მე ვიცი ისიც რომ და მაყურებელს ვეთქვი რომ 65 წელს ჩაიტანა მან პირველად აი ამ დედაენის მოსალმცოდნე ნოდარ კოჭლაშვილი. დიახ, ნოდარ კოჭლაშვილმა ანუ ძალიან საინტერესოა ეს როგორც არის აწყობილი, რა თანმიმდევრობით არის, როგორი მოხაზულობით არის, ანუ როგორც ცდილობენ ფერეიდნელები რომ საკუთარი იდენტობა შეინარჩუნონ. აი იმ დღეებზე რას მეტყვით, რომელსაც ჩვენ ახლა მაყურებლებს ვაჩვენებთ კადრებად. გარდა იმისა, რომ ნახავენ როგორ გამოიყურებიან ფერეიდაში ქართველი მამაკაცები, ქართველი ქალბატონები, მათი ჩაცმულობა, რომელიც თვითონ მათ შეკერეს ამ დღისთვის სპეციალურად. აი ამ ჩვენი საუბრის შემდეგ რომ დავბრუნდით ისე საიდმულიანმა მაჩუქა თავისი წიგნი, თავისი გამოცემული სადოქტორო ნამუშევარი, ეს არის 400 გვერდიანი წიგნი. ეს არის ქართველების როლი ირანის კულტურაში, ცივილიზაციაში და ისტორიაში. ეს არის ძალიან ძვირფასი და ძალიან საინტერესო წიგნი, მაგრამ იცით რა არის ერთი მე გული მტკივა რომ აი ამდენი ხანი ეს წიგნი არ თარგმნილა და ეს ქართული ქართველებისთვის ხელმიუწვდომელია ჯერჯერობით. ამ დროს ძალიან ბევრი საინტერესო ისტორია წერია და აი ამ ციხემთის ისტორიაც წერია აქ, როგორც მე განმიმარტეს, მაგრამ მე უბრალოდ ორიგინალში ვერ ვკითხულობ, დროს სპარსული არ ვიცი. რადასანანია და ალბათ მართლა ძალიან ღირებული იქნება, რომ ეს წიგნი ითარგმნოს ქართულ ენაზე. ძალიან ძვირფასი წიგნი არის ეს და ძალიან აუცილებელი. ეს იყო პირველი ყრილობა
ქართული ენის ყრილობა, რომელიც ჩატარდა ფერეიდანში 2005 წლის 15 აპრილს. ესე იგი, როდესაც მე უკვე თქვათ აი ფერეიდანში რომ იტყვი ან ვნახე, რაც სანახავი იყო და დაბრუნება გადავწყვიტე, დავითმა თქვა უცილებლად რომ ისპაჰანში უნდა წამიყვანოს თავისი მშობლების გასაცნობად და ისპაჰანში რომ ჩამოვიდა, რა თქმა უნდა, მე ხიძე ამაზე კიდევ ცალკე ვილაპარაკებ, რომ მიმიყვანა თავის ოჯახში მისმა ძმამ დავითმა მომცამე CD-ზე ჩაწერილი პირველი ყრილობის მთლიანი ჩანაწერი და იცით რა არის ახლა მთლიანი ჩანაწერის ჩვენება მაინც თან ცოტა უხარისხოა მე იქიდან ჩემმა ვაჟმა ამომიკრიბა რაღაც პატარა ფრაგმენტები და ეს არის პირველ რიგში მე მინდა აღვნიშნო თვითონ საიდ მულიანის სიტყვა გახსნის დროს წარმოთქმული არის კიდევ პატარა ბავშვების მიერ გაკეთებული ალავერდი-ხან უნდილაძის ხიდის მაკეტი არის კიდევ მზადება აი წარწერებს რო აკეთებდნენ როგორი მზადება იყო და არის კიდევ აი თქვენ რო ბრძანეთ კიდევ წეღან ქართველი ფერეიდნელების მიერ შესრულებული სიმღერა სულიკო ჩვენი სავიზიტო ბარათი და აი მითხეს რომ აი ამ მეხლა იცით რა არის ახლა ქართული კაბები კი აცვიათ მაგრამ მთლად ისეთი ქართული არისო და მეთქი რატო არის ასეთი სხვანაირი და იცით რა არის სურათში ნახესო და სურათის მიხედვითო თვითონ შეიკერესო ეს კაბებიო და აი ძალიან აი ყველაფერი უნდათ რომ ქართული ყოფილიყო და არის კიდევ მე ორი პატარა ვიდეო არის კიდევ მამაკაცები ცალკე გადაღებული და გოგონები ცალკე ახლა გოგონებს კი აცვიათ რა თქმა უნდა ჩადრები მაგრამ აი მე მინდა მე ჩვენმა მაყურებელმა ყურადღება მიაქციოს მათ სახეებს აი ქართულ სახეებს აი ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი ჩატარდა. ახლა თქვენი საიტის შესახებ რომ მითხრათ, აი რა არის თქვენი საიტის, რისთვის არის ეს თქვენი საიტი, მოდით ესე ვთქვათ. გეტყვით, ესე იგი რომ ჩამოვედი ფერეიდანიდან პირველი ჩამოსვლის შემდეგ ჩამოვიტანე რა თქმა უნდა ფოტოები, ეს ჩემი ჩანაწერები, ხდება მეგობარი უყვები, ახლა მე კიდევ სულ სხვა და ჩემი ბიჭი ამ დროს მაშინ სწავლობდა არქიტექტურის მეოთხე კურსზე იყო, სტუდენტი იყო და შევეცოდე მე მგონი და მითხრა, მაგრამ აი ამდენს რო წვალობ ამდენ ემოციებს, მოდი პატარა საიტს გაგიკეთებში, გაგიტვირთავ ამ სურათებსაც, აი ამ ტექსტურ ინფორმაციასაც და ვისაც დაჭირდება, შეუძლია ნახოს იქ და გამიკეთა ეს პატარა საიტი იყო მაშინ ფერეიდანი G და აი აქ ჩადო ჩემი პირველი მოგზაურობა თავისი სურათებით. აი ამის შემდეგ მე მოვიდა ძალიან ბევრი წერილები, მე აუცილებლად მინდა აღვნიშნო ქალბატონი ხათუნა გალდავა, რომელმაც იმოგზაურა ჩემზე ადრე ფერეიდანში ის ქართულ ენას ასწავლიდა ფერეიდნელ ქართველებს და მე მან გამომიგზავნა წერილი და თავისი შთაბეჭდილებები. მე მოვიდა ბატონო ნოდარ კოჭლაშვილის წერილი, მე მოყვა ამას კიდევ სხვადასხვა წერილები, რომლებსაც ან შეხება. აი ამ საიტმა შეძლო რომ აი ეს ადამიანები, ვისაც აინტერესებდა ფერეიდანი გაერთიანა გარკვეულწილად. რა თქმა უნდა. ამჟამად უკვე 235 ბლოგი არის ჩემს საიტში. და ძალიან გაფართო და ძალიან ბევრი უყურებს და სხვათა შორის ძალიან ბევრ მადლობას ვიხდი რომ ძალიან რაც კი შემეძლო ერთ სიტყვით ინფორმაციის მოძიება ფერეიდანზე, ირანზე და მე უკვე არა მარტო ირანში მცხოვრებ ქართველებზე, არამედ მთელ სოფლიოში ვარ გაფანტული ქართველები, აი ქართული დიასპორები ხომ, აი რაც კი შემეძლო სხვადასხვა აი მაგალითად მე მინდა სტამბოლში მცხოვრები აუცილებლად აღვნიშნო ოთარ ორხან ბერიძე, ასე ვთქვათ, მე ოთარს ვეძახი, აი მისი შესახებ ინფორმაცია და ასე შემდეგ ძალიან ბევრი არის უკვე ეს ატვირთული ჩემს საიტში. მე მინდა ეთით რა არის საიდ მულიანის წერილი წაგიკითხოთ, სადაც აი ამ ყრილობის ჩატარების შემდეგ წერს აღმოსავლეთ მცოდნე ნოდარ კოჭლაშვილს თუ ამისი კი ბატონო მოკლე ამონარიდი და მაყურებელი მიხვდება რაზეა საუბარი. კი, აი ქართული ენის პირველი ყრილობა. ჩემო ძვირფასო ძმაო ბატონო ნოდარ კოჭლაშვილო, მოგესალმები ჩვენს ბატარა საქართველოს და ეს საიდის სიტყვებია მე ამის შეცვლის არცოფლება მოხდა. იმედი რომ კარგად და ბედნიერად და ჯანმრთელად იყო. როგორც იცით ჩვენ ფერეიდანში გვაქვს ერთი საზოგადოება, ირანელ ქართულთა საზოგადოება
საზოგადოება და ამ საზოგადოებაში მონაწილეობს ბევრი ქართველი ფერედნელი, მათ შორის ახალგაზრდა ბიჭები და გოგოვები, რომ ყველანი გულით და სულით ცდილობენ ჩვენი საზოგადოების მიზანების შესრულებისათვის ქართული ენის და კულტურის შენახვა და გამრავლება და გაცნობა ქართველებსათვის და ირანელ სხვადასხვა ტომებსათვის. ამ 4 წლის განმავლობაში ჩვენს ჯგუფს ვაკეთებდით ბევრი საქმეები, მათ შორის ქართული ენის თვითმასწავლებლის გამზადება და დაბეჭდვა, კასეტას გამზადება, ბროშურების გამზადება ქართველების შესახებ, ჟურნალ-გაზეთებში სტატიების დაბეჭდვა, ქართველების ისტორია და კულტურის შესახებ და ბევრი სხვა ასეთი საქმეები. ერთ-ერთი ჩვენი მნიშვნელოვანი და დიდი საქმე არის ქართული ენის დიდების ყრილობის ჩატარება 14 აპრილში. და ეს ღონისძიება 14 აპრილს ჩატარდა? 15 აპრილს იყო იქ რაღაცა პატარა შეფერხება, ამიტომ მეორე დღე ჩატარდა და აი ეს პატარა ფრაგმენტებია, აი ამ ყრილობის ჩანაწერები და სხვათა შორის მე ეს ჩანაწერები არსად არ გამომიჩენია, ასე თქვა და პირველად თქვენს დიდი მადლობა. იმაში აი საბოლოო ჯამში რომ მითხრათ, აი რატომ უყვარხართ პერეიდნელებს? აი რატომ გცემენ ასეთ პატივს, როგორ ფიქრობთ, იმიტომ რომ ის რასაც თქვენ აკეთებთ, წესით ამას ან უწყება უნდა აკეთებდეს, ან რაღაცა ორგანიზაცია უნდა აკეთებდეს. აი რას ხედავენ ისინი ამ ერთ ადამიანში საქართველოსთან? ქალბატონ თამარ, სითბოს მხნეთის არაფერს. ეხლა მე როცა ჩავედი პირველად, თუნდაც ის ორი ბიჭი რო შემოხვდა, ხო? მე უბრალოდ მინდოდა მათთვის მეთქვა, რომ ჩვენ ისინი გვიყვარს, პატივს ვცემთ და ჩვენ სისხლად და ხორცად მიგვაჩნია. უბრალოდ ყურადღება, მე იქ არაფერი ისეთი არ გამიკეთება, უბრალოდ ჩავედი და უბრალოდ დავანახე და ვაგრძნობინე, რომ ჩვენ ისინი გვიყვარს. იცით რა არის, ეხლა როცა დავდიოდი ფერეიდანის ქუჩებში, რომ გაიგეს, რომ ქართველი არის ჩამოსული თბილისიდან. იცით რა იყო ქუჩებში, აი ახლა იცით ცოტა ისეთი ის კი არის, მაგრამ ცდილობდნენ რომ მოსულიყვნენ, აი როგორი კალამი მეჭირა ხელში, რა მეცვა, იცით რა არის კიდევ, აი ყველა ხომ ცდილობს რომ ოჯახში შეგიპატიჟოს და გაგიმასპინძლდეს, ან იცით აი ენით აუწერელი იყო ეს მათთვის და მე კიდევ იცით რომ ჩამოვედი პირველ თუ მეორე ღამეს დამირეკეს ისპაჰანიდან ღამის 3 საათია ნუ ლაპარაკი ეთყობა რაღაც სუფრაზე იყვნენ და იქიდან მელაპარაკებოდნენ თან მელაპარაკებოდა თითოეული წევრი ვიფიქრე რომ მეთქი ახლა ძალიან ძვირი დაუჯდება იმ კაცს ვინც ეს დამირეკა და ვითომ თითქოს მინდოდა რაღაცნაირად დამემთავრებია კი მაგრამ იქეთ ჩემი ცოლი ტირის აქეთ იცით ემოციები იმდენად ძლიერი იყო მაგრამ მაინც ვცდილობდი რომ რაღაცნაირად შემოვპირდა მაგრამ მე ვიფიქრე მე ამ წუთში იმ წუთში ვიყავი მათთვის დამაკავშირებელი რგოლი საქართველოსთან და იცით რა საკუთარ წარსულთან იცით და ტირილი იქიდანაც ტირილით მელაპარაკებიან აქედან რაღაცა სასწაული იყო ის მე ძალიან ხშირად მირეკავდნენ და აი ამით ინარჩუნებდნენ ისინი აი ამ ურთიერთობას და ერთი რისი თქმა მინდა კიდევ იქ რომ ვიყავი მე ფერეიდანში მე ალავერდაშვილი ვარ გვარად ხო ვაჩვენე ჩემი პასპორტი უთხარი ბიჭებს რომ მე ვარ ალავერდაშვილი და ჩამოსული ვარ რომ წავიდე ისპაჰანში მოვინახულო და თვითონ ხიდმა იცით წარუშელი დაბეჭდილება დატოვა ეს არის 100 მეტრიანი ორსართულიანი ქართული აგურით ნაგები ფეხით სასიარულო ოღონდ ხიდი შეჭრილი ისინი აქვს იქ ყავახანები არის პირველ სართულზე მეორე სართული არის ფეხით მოსიარულეები 33 ამიტომაც ქვია ასე ხო სიოსეფოლ ასე ნიშნავს პირდაპირ 33 ხის ეხლა არის მათ რამოდენიმე ვერსია ერთი ვერსიის თანახმად 33 100 რადგან არის ქართულ ამბანში მაგრამ იმ დროს როდესაც ეს ხიდი აშენდა 38-100 იყო ამიტომ ეს ვერსია მაინც და მაინც არ ვარგა ზოგი ამბობს რომ ეს არის დაკავშირებული ქრისტეს 33 წლის მასთან მაგრამ ესეც მოგეთ ვერ გეტყვით რა შემთხვევაში რამდენიმე ვერსია არსებობს აი საკრალურ ციფრთან დაკავშირებით როგორც ჩანს სხვათა შორის ახლა მე კი ვიბრალებ მის მემკვიდრეობას მაგრამ იმდენად ძლიერია ეს სიყვარული და იმდენად მართლა გამოუძ
უცნობია ეს ამბავი. ერთი პატარა ლექსი მინდა წაგეკითხოთ. გისმენთ და ამით ალბათ დავამთავრებთ ჩვენს გადაცემასაც. ისპაჰანის დედამდინარეო ზაიანდერუდ ბევრი სამკაული გილამაზებს ლაპლაპას ხეულს. შუა წელზე კი 400 წლიანი ვერცხლის ქამარი ალავერდი ხან უნდილაძის ხიდი გამშვენებს. ტყვედ გაყიდული ბავშვობაში საქართველოს და სპარსეთში რომ ჩამოიყვანეს. აი კიდევ ერთი ქართველი მოვედიო, ესალმება 33-ვე თაღს ინა ინარიძე. ყველა გურჯი ხომ მაგ ხითან მოდის, ხელით ეხება და მოწიწებით თაყვანს ცემს ქართულ აგურებს. ორ სართულიანს 100 მეტრზე გადაჭიმულს. დედამდინარეო, რატომ ხარ ჩუმად? რატომ არ გვიმხელ მაგ საიდუმლოს? შენ მაინც გეტყოდა, ან მიხვდებოდი, ქრისტეს ასაკი თუ ასოები ქართველთან ბანის, ცაში 7 ფერი ცისარტყელაა, მიწაზე კი ალავერდი ხან უნდილაძის სიოსეფოლი. 33 თაღი. ძალიან დიდი მადლობა მიგაგიხართ ბატონო გიორგი სტუმრობისთვის, ამ თქვენი საქმიანობისთვის და მე დავიწყებ, საიდანაც თქვენ დაიწყეთ, როგორც ჩანს, ადამიანი, როდესაც მიდის, თუნდაც შორს, თუ ის ეძებს საკუთარს, აუცილებლად პოულობს და თქვენ ეს ქართული იპოვეთ მარტომ არ იცოდით საწახოდით, არ იცოდით ვის დამიდივით, მაგრამ მიხვედით გურჯისტანი არც ისე შორს ყოფილა. ძალიან დიდი მადლობა მიდაგითხრა სტუმრობისთვის. მე დიდი მადლობა. და წარმატებებს გისურვებ. ძალიან დიდი მადლობა ძვირფასო ტელემაყურებლებო ყურადღებისთვის. შეგახსენებთ, რომ ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა იყო ფერეიდანი, ხოლო სტუმარი ფერენელებისთვის ყველაზე საპოტიცემლო ქართველი ბატონი გიორგი ალავერდაშვილი. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე.